საღამოშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. პირველ რიგში მინდა დავიწყო და მივმართო იმ ქალბატონებს, რომლებიც ხართ მიტოვებულ მდგომარეობაში მამაკაცის მხრიდან, რომლებიც დააგტოვეს, წავიდნენ, დაგშორდნენ, ან თქვენ დაშორდით და დიდად არ უაქტიურია შერიგებაზე, ან ისეთ ურთიერთობაში ხართ, სადაც თავს არასრულფასოვნად, დამცირებულად გრძნობთ და თქვენს თავებში ეძებთ ყოველთვის მინუსებს, რომ აი მე რომ უფრო მეტად გამხდარი ვიყო, უფრო მოვეწონებოდი და თქვენ თავს ადანაშაულებთ თამაში. აი მე რომ უფრო ლამაზი ვიყო სახეზე, უფრო მოვეწონებოდი, აი გრძელი თმა რომ მქონდეს, აი ასეთი ფერის თმა რომ მქონდეს, ლამაზი ტუჩები რომ მქონდეს, უფრო ლამაზი ფორმები რომ მქონდეს სხეულის, მოვეწონებოდი. მეგობრებო, ეს არის სრული სისულელე, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენ არაფერ შუაში ხართ, კაცმა თუ დაგტოვათ, წავიდა, არ გაგარკვიათ რის გამო მიდის, უპასუხისმგებლოდ მოგექცათ, ან ხართ ესეთ ურთიერთობაში, სადაც უპასუხისმგებლოდ იქცება ადამიანი, არ გაფასებთ და ამ ყველაფრის გამო თქვენს თავებში ეძებთ მინუსებს, არ არის მეგობრებო ესე. პირიქით, მეცაც გეტყვით, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა თქვენი მხრიდან. ყველაზე ნაკლებად უნდა იფიქროთ ის, რომ თქვენ ხართ რაიმეში დამნაშავე. თქვენ გაკლიეთ რაღაცა, რის გამოც ამ ადამიანს არ მოსწონხართ. თქვენ გაქვთ ისეთი მინუსები, რის გამოც ეს ადამიანი ასე გექცევათ. სხვანაირი რომ იყოთ, სხვანაირად მოგექცევათ. ესე არ არის მეგობრებო. და ერთადერთი, რაც უნდა იფიქროთ ამ დროს, არის ის, რომ კარგი კაცი, თქვენი ადამიანი და თქვენი კაცი, ან თქვენი ქალბატონი, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი რომ ყოფილიყო, არ მიგატოვებდეთ, არასდროს დაგტოვებდათ, მით უმეტეს აი ასე, არასდროს დაგამცირებდათ, არასდროს დააქვეითებდათ თქვენს თვითშეფასებას, თქვენი პიროვნება. და ვინც ასე იქცევა, მეგობრებო, და ვინც წავიდა და ვისაც აი ესე განიცდით და ასე გლოვობთ, ასე ვთქვათ, და თქვენს თავებში ეძებთ ამის გამო მინუსებს და ცდილობთ, რომ აი ეს ყველაფერი იმის გამო რომ დაბრუნდეს, ოღონდაც დაბრუნდეს და თქვენ ყველაფერს გამოასწორებთ თქვენს მინუსებს. ეს არა, მეგობრებო, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვათ თქვენს როგორ ვთქვა, პირად ცხოვრებაში, ურთიერთობებში, თქვენს საკუთარი თავის განვითარებაში. რადგან რეალურად ეს არ არის თქვენი მინუსი. ვინც წავიდა, მეგობრებო, ან ვინც გექცევათ ცუდად, არაჯანსაღად, გიქვეითებთ თვითშეფასებას, გამცირებთ. ეს არ არის თქვენი ბრალი. ეს არის პატარა კაცის ნიშანთვისება, რომელსაც არ ძალუძს და არ აქვს იმის თავი და იმის ძალა, რომ ესე ვთქვათ ჟარგონულად გაქაჩოს თქვენთან ურთიერთობაში. თქვენ წარმოიდგინეთ და ესეა.
და ყოველთვის პირველ რიგში რაც უნდა იფიქროთ, აი იმის მაგივრად, რომ აი ჩამოთვალოთ თქვენი მინუსები, რომ ასე რომ ყოფილიყო, ისე რომ ყოფილიყო, ასეთი რომ ვიყო, ისეთი რომ ვიყო, არ წავიდოდა. ამ მინუსების ჩამოთვლის მაგივრად თქვენ საკუთარ თავს უნდა უთხრათ, რომ კარგი კაცი და ნამდვილი კაცი თქვენგან არ წავიდოდა. თქვენი ადამიანი თქვენგან არ წავიდოდა არასდროს. და ვინც წავიდა, ის აუცილებელი იყო რომ წასულიყო, სამყარო მოგაშორათ, მოგაცილათ, რომ უფრო მეტად არ დატანჯულიყავით. პირიქით სამყაროს მადლობა უნდა უთხრათ, მეგობრებო, ქალბატონებო, განსაკუთრებით ქალბატონებზე ვიძახი. სამყაროს უნდა უთხრათ მადლობა, რომ ეს პიროვნება თავისით ჩამოგცილდათ. ვისაც არ გაქვთ გამოცდილი ის ფაქტი, როგორ შეიძლება გყავდეთ ადამიანი, მთელი ცხოვრება გადაკიდებული და რო ვერ ცილებდეთ, გეტყვით, რომ ეს არის ყველაზე დიდი საშინელება და ტრაგედია. აი ამიტომ უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ, რომ ვიღაცა გყავთ გადაკიდებული, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ და წარმოიდგინოთ თქვენი რეალური სიტუაცია, რომ ეს ადამიანი თავისით ჩამოგშორდათ. ღმერთს მადლობა უნდა უთხრათ, სამყაროს მადლობა უნდა უთხრათ იმის გამო, რომ თავისით წავიდა, თავისით ჩამოგშორდათ, იმიტომ რომ ეს არ იყო თქვენი, ეს არ იყო თქვენი პიროვნება. და ყოველთვის ვინც ხართ აი ახლა ამ სიტუაციაში და ფიქრობთ და საკუთარ თავში ეძებთ მინუსებს, რომ აი ეს იმიტომ დამემართა, რომ ჩემი ბრალია და მე მაქვს რაღაც მინუსი, ყოველთვის გაიხსენეთ ჩემი სიტყვები და ყოველთვის გაუმეორეთ საკუთარ თავს. კარგი კაცი, კარგი ადამიანი და თქვენი ადამიანი არასდროს მოგექცევათ ასე. არასდროს დაგამცირებთ, არასდროს დაგტოვებთ გაურკვეველ მდგომარეობაში და მით უმეტეს არ მიგეტოვებთ. ასე რომ თუ ვინმე აი ახლა იმყოფებით ასეთ ძალიან ცუდ, მძაფრ, ემოციურ მდგომარეობაში, დეპრესიულ მდგომარეობაში და არ იცით თავი როგორ დააღწიოთ აი ამ ემოციებს, ამ მიჯაჭვულობას მის მიმართ, გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ არაფერი დაგიკარგავთ ამით. მან დაკარგა ადამიანი, რომელსაც უყვარდა, რომელიც მისთვის ყველაფერს გააკეთებდა და დარწმუნებულები იყავით, რომ ის მოვა დრო და აუცილებლად ინანებს ამას და ექნება კიდეც ნაბიჯები თქვენსკენ. ოღონდ თქვენ უკვე აღარ გენდომებათ ეს. თავს თუ დამცირებულად გრძნობთ, მოვა დრო, რომ აგიმაღლდებათ ზუსტად ამ ადამიანის სახით თქვენი ეგო. ეს ადამიანი აუცილებლად ინანებს თქვენს დაკარგვას, თქვენს ცრემლებს ანანებინებს სამყარო აუცილებლად. ყოველთვის ასე ხდება და თუ ვინმე მიყურებთ ეხლა აი ამ მდგომარეობაში, თქვენს შემთხვევაშიც ესე იქნება, დამიჯერეთ. მანამდე კი მიხედეთ საკუთარ თავის განვითარებას, საკუთარ თავზე იზრუნეთ და ყოველ წუთში უმეორეთ საკუთარ თავს, რომ მადლობა გადაუხადეთ სამყაროს, რომ ეს ადამიანი მოგცილდათ უპრობლემოდ და მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ ისეთი კარგი ხართ, რომ მან ვერ შეძლო თქვენთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ის თქვენზე პატარაა ბევრად. მას არ შეუძლია ნორმალური ჯანსაღი ურთიერთობა, ისე როგორც თქვენ. ასე რომ მეგობრებო, მომწია გაჩერება 2 წუთით. გითხარით უკვე, რაც უნდა გაუმეოროთ საკუთარ თავს, რაც უნდა შესძახოთ საკუთარ თავს და არც ერთი წამით არ მისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება,
რომ ასეთ მამაკაცზე, რომელმაც გაურკვევლობაში დაგტოვათ, ისე მიგატოვათ, რომ არაფერი აგიხსნათ და რომც აიხსნა, მაინც ვერ გაგიქაჩათ ურთიერთობაში და წავიდეთ და დაგტოვათ, ასეთ კაცზე ნერვიულობა არც ერთ ვარიანტში არ ღირს, რადგან თქვენ იმსახურებთ ადამიანს, რომელიც აიღებს თქვენთან ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას, ეყվარებით, გაგიფრთხილდებათ და კი არ დაგიქვეითებთ, პირიქით აგიმაღლებთ თვით შეფასებას, დაგეხმარებათ განვითარებაში, ერთად განვითარდებით. და ზუსტად ეს არის ჯანსაღი ურთიერთობის ყველაზე დიდი პლუსი, რომ ურთიერთობაში არ არის მხოლოდ რაღაც ეს რომანტიკები, პეპლები მუცელში და წამიერი გაელვებები რა, ანუ ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, ხო? ყველას გამოგვიცდია, მაგრამ ეს მთელი ცხოვრება არ გრძელდება, ხო? მთელი ცხოვრება გრძელდება ის მომენტები, რაც არის თუნდაც ის, რომ ერთად შეგიძლიათ რაიმეს კეთება. ერთმანეთს გვერდში უდგახართ, ერთმანეთის მეგობრები ხართ. აი ეს მეგობრობა. ამიტომ შეიყვარეთ საკუთარი თავები. თუ არ გაქვთ ის მომენტი, რომ ეხლა ყველაზე ძალიან გძულთ საკუთარი თავი და ყველაზე დიდ მინუსად აღიქვამთ, შეგიძლიათ მომმართოთ და საოცარ სესიებს ჩავატარებთ ერთად, რაც დაგეხმარებათ საკუთარი თავის სიყვარულში. გასწავლით, როგორ უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი და თუ მარტო შეგიძლიათ, რომ გადალახოთ ეს ყველაფერი, აგერ გაძლევთ, რა უნდა შეუძახოთ საკუთარ თავს, როგორ უნდა იფიქროთ, ინსტრუქციას გაძლევთ, ასე ვთქვათ და შეგიძლიათ დაიწყოთ ამ წუთიდან, დღეიდანაც არა, აი ამ წუთიდან, ამ წამიდან, როცა ამ ვიდეოს შეხედავთ და უყურებთ, ამ წამიდან დაიწყეთ ესე ფიქრი, უმეორთ საკუთარ თავს ეს. თუ გინდათ დაწერეთ ხოლმე, მაგრამ ზოგს არ უყვარს წერა. თუ არ დაწერთ, მაშინ უმეორეთ უბრალოდ საკუთარ თავს, რომ ნორმალური, კარგი, ჯანსაღი და წესიერი კაცი შენ არ დაგტოვებდა. კაცი, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული, არ არის განვითარებული, არ არის შემდგარი, ტოქსიკურია, ამ სიტყვას ვიხმარ, არაჯანსაღია და გადართულია იმაზე, რომ როგორ დაგამციროს შენ, რომ თვითონ აიმაღლოს და უფრო მეტი როგორ დაგამციროს შენ და თვითონ აიმაღლოს საკუთარი ეგო, რომ უფრო მეტი გამოჩნდეს შენთან შედარებით, ესეთი კაცი რაში გინდათ, ხო ასეა? და თქვენც კარგად იცით, რომ ესეთი კაცები არ გჭირდებათ. ამიტომ არასდროს მისცემთ საკუთარ თავს, რა ურთიერთობაც არ უნდა გქონოდეთ ამ პიროვნებასთან, არ აქვს მნიშვნელობა. არასდროს მისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ თქვენ საკუთარი თავი დაადანაშაულოთ ამ ურთიერთობაში. ერთადერთი შეიძლება გაგიჩნდეთ ის გრძნობა, რომ საკუთარ თავს არ აპატიოთ და გვიჭირს ხოლმე ძალიან პატიება იმ შეცდომების, რასაც უშვებთ. საკუთარი თავის პატიება გვიჭირს ძალიან ქალებს განსაკუთრებით ურთიერთობებში, მაგრამ იმუშავოთ იმაზე, რომ აპატიოთ საკუთარ თავს მასთან ურთიერთობა. და რაღაც პლუსები დაინახოთ. აი თუნდაც ის, რომ უფრო მეტად მოგეძათ იმის საშუალება, რომ განვითარდეთ და გაძლიერდეთ და სულიერად უფრო მაღალ დონეზე ახვიდეთ. რადგან იცით უკვე, რომ ურთიერთობებში, ვინც ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს იმიტომ მოდის, რომ ჩვენ უფრო მეტად განვითარდეთ. იმიტომ კი არა, რომ თავი მოვუკლეთ ნერვიულობით, არა. იმიტომ, რომ უფრო მეტად მაღალ საფეხურზე ავიწიოთ სულიერად და უფრო მეტად განვითარდეთ. ასე რომ გაიაზრეთ ეს ყველაფერი, გაითავისეთ კარგად და შეუდექით თქვენ საქმეებს, თქვენ თავზე მუშაობას და დამიჯერეთ იმაზე მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე აქამდე გქონდათ. კარგი, გავაგრძელებ ახლა.
დავასრულებ უბრალოდ ამ საუბარს და გავაგრძელებთ ტაროს გაშლით. ჩემი ახალი დასტით, სხვათა შორის, რომელიც ძალიან მომეწონა და შემიყვარდა უკვე. რამოდენიმე დღე უკვე ეს მიჭერია სულ ხელში. კარგი. და ზუსტად მოდი, როგორ ჩქარობს ჩვენი ტარო. შეხედეთ რა მომივარდა. 4-იანის თასები. ვიღაცები აი ასეთ ზუსტად ასეთ განცდებში ხართ და ემოციებში სტაბილურად. მოდი ვნახოთ მაშინ რა იქნება. და მინდა რომ გავშალო განცდებში და მონატრებაში. ვიტყოდი ასე. მაგრამ კარგად გაფიქრდით ვინ გენატრებათ, ხო ასეა? მოდი გავიგოთ რა გამოგიყვანთ თქვენ აი ამ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდით პირად ურთიერთობებში, რა განცდებშიც ხართ, რა გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან, რა დაგეხმარებათ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, რა დაეხმარება მათ, რომ გამოვიდნენ აი ამ მდგომარეობიდან. მეგობრებო, გეტყვით ახლა რაღაცას. ესე იგი, ვიტყვი იმას, რომ თქვენ შორის აი როგორი სიტუაცია იცი, იყო, კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფედ ამოხვედით, მეგობრებო. აი როგორი მდგომარეობა იცი, ეს ადამიანი თითქოს ახლა, აი როგორ ვთქვა, რაღაცნაირად, აი თითქოს წაგებული არც ერთი არ ხართ ამ ურთიერთობაში, ხა ისეთი სიტუაცია გაქვთ ორივე მოგებული ხართ, მაგრამ საკმაოდ დიდი ტრანსფორმაციას განიცდის ეს ურთიერთობა, საკმაოდ დიდ მანიპულაციები იყო ამ ურთიერთობაში სხვათა შორის. და როგორი სიტუაცია იცი, აი დაწყება, გაჩერება, დამთავრება, რაღაცნაირად ისევ დაწყება. მოდი აბა ვნახოთ რა სიტუაცია გაქვთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საკმაოდ კარმული ურთიერთობა არის ეს, შეიძლება იყოს ერთ წრეზე მოსიარულე ურთიერთობა და არჩევანი არის ამ ურთიერთობაში გასაკეთებელი, ცოტა არ იყოს დაბნეულობა, კამათი, იმას რა არის. საინტერესოა. რა გჭირდებათ, კითხვა იყო ასეთი, ხო? რა გჭირდებათ იმისთვის, რომ რა მდგომარეობაშიც ხართ ახლა ურთიერთობებში, გამოხვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან. მეგობრებო, თუ არის ისეთი სიტუაცია, სადაც არის სამკუთხედი, გჭირდებათ ის, რომ არჩევანი გააკეთოთ თქვენ სტაბილურობაზე. ასე ვთქვათ, ადგეთ და წახვიდეთ იმ ადგილიდან, სადაც არჩევანია გასაკეთებელი და შორს იყოთ, თავის შორს დაიჭიროთ ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ აი ამის გამო, ამ სიტუაციის გამო და ამ არჩევნის გამო საკმაოდ დიდი კამათები გაქვთ თქვენ ამ ადამიანთან ან საკუთარ თავთან. წახვიდეთ აი ამ რაღაცა
გაურკვეველი სიტუაციიდან და დაიწყოთ სრულიად აი ახალი ფონიც ესეთია, რომ აი ახალ გზას დაადგეთ. ყურეთ, სხვა გზას გასცქერი საკაც, ჩერიოტიც სხვა გზით მიდის, აგერ ვარსკვლავის არკანიც შორს იყურება სადღაც, სადაც მოელის კარგი დღეები, აი შორს იყურება, შორს უნდა წახვიდეთ აი ამ სიტუაციიდან ძალიან შორს. უნდა გაეცალოთ აი ამ რაღაცა არჩევნის ანუ მესამე პირის სამკუთხედურ სიტუაციებს მოკლედ. კიდევ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რაც ძალიან განერვიულებთ და გსტრესავთ. აი ახლა. კიდევ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რაც ძალიან განერვიულებთ და გსტრესავთ. ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, კიდევ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. უყურეთ, არჩევანი ხომ გქონდათ გასაკეთებელი მეგობრებო, არჩევანი და გააკეთოთ იმისკენ, რომ საერთოდ აი ამ სიტუაციიდან შორს იყოთ, რაშიც ხართ ეხლა და რაც განერვიულებთ, შორს იყოთ, ჩაიკეტოთ ამ სიტუაციიდან და უდიდესი აი სრულიად შეცვალოთ თქვენი რეალობა, ასე ვთქვათ. წახვიდეთ იმ გზით, დატოვოთ ის გზა უпроსწორად, რომელიც უკვე სარგებელს აღარ გააძლევთ, მეგობრებო, და აღარ იყოთ იმ სიტუაციაში, სადაც სათამაშო ხართ, ასე ვთქვათ, სადაც გეთამაშებიან. აღარ იყოთ იმ სიტუაციაში. შეიძლება ცოტა საშიში გეშინოდეთ ახალი გზის დაწყება, მაგრამ არჩევანი აუცილებლად უნდა გააკეთოთ და თქვენ გექნებათ უდიდესი შანსი, დიდი შანსი, აი ღმერთი გაძლევთ დიდ შანსს, რომ უფრო უკეთესად იგრძნოთ თავი და აი ეს შანსი რომ გექნებათ, აი აქედან რომ წამოხვალთ და იგრძნოთ რაღაცა სტაბილურობისკენ მიდიხართ და რაღაცას ცვლით ცხოვრებაში უკეთესობისკენ, ხო? თქვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი შანსი გამოჩნდება, არჩევითად გექნებათ საქმე. კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რა უნდა გააკეთოთ, რომ თავი დააღწიოთ აი ამ სტრესულ, სანერვიულო სიტუაციებს, რაშიც იმყოფებით ახლა. საინტერესო. თითქმის სულ ხმლების არკანები ამოდის. ვიტყოდი იმას, რომ ძალიან ცივი გონებით, არანაირად ემოციებით და გრძნობებით არ იმოქმედოთ, პირიქით ძალიან მყარად, ცივად და ისე ინტელექტუალურად და ძალიან თავდაჯერებულად გადაწყვიტეთ და წადით სხვა გზით საერთოდ. შეიძლება საკმაოდ სწრაფად მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, მოულოდნელად, თქვენც კი გაგიკვირდეთ საკუთარი თავის, რომ ეს როგორ მოვახერხე ასე უცეფო. შეიძლება საკმაოდ დიდი ხანი იყავით ისეთ სიტუაციაში, რაშიც საიდანაც თავის დაღწევა გინდათ ეხლა და სულ ფიქრობდით დიდ ხანს და თითქოს შეიძლება გეგმავდით ან სულ რაღაცა ფიქრები გქონდათ იმაზე, რომ აი როგორ დაგეხციათ ამ სიტუაციიდან თავი და უცებ მოხდება რაღაცა ისეთი, წამიერად გადაწყვიტავთ თქვენ, რომ უფრო ცივი გონებით იმოქმედოთ ამ სიტუაციაში და აი დაასრულებთ აი ამ რაღაცა წეგანაც ხო ვთქვი, აი ერთ წრეზე მოტრიალი სიტუაცია ხო, რაღაცნაირ და აი ამას დაასრულებთ, მეგობრებო და შორს მოიტოვებთ. ერთადერთი ქმედებით, რომ წახვალთ ამ სიტუაციიდან აბსოლუტურად
სწრაფად და ცივი გონებით. აი მოჭრით არანაირი თუ ადამიანისგან მიდიხართ, არანაირი მოსვლის გზას არ დაუტოვებთ საერთოდ ამ პიროვნებას. იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ დიდხანს ფიქრობდით როგორ დაგეღწიათ ამ სიტუაციიდან თავი. ხო, ისე მოჭრით ამ სიტუაციას, რომ აღარ განმეორდება მეორედ, აი სრულიად ცივი გონებით იმოქმედებთ. იმიტომ აღარ განმეორდება, რომ თქვენ აღარ გაქვთ ემოცია ამ სიტუაციის მიმართ. ან თვლით, რომ აღარ უნდა გქონდეთ ემოცია და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, აი წეღარაც ვისაუბრე, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ნაკლები ემოციით იყოთ ამ სიტუაციის ან ადამიანის მიმართ, რაც ძალიან გსტრესავს და განერვიულებთ. კიდევ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ აი თავი დააღწიოთ ამ სტრესულ და სანერვიულო სიტუაციას. ვიტყვი იმას, რომ თქვენ თუ ეს ურთიერთობას ეხება, საკმაოდ ბევრი რამე გააკეთეთ ამ ურთიერთობისთვის, რაც არ დაგიფასდათ, რაც დღემდე არ გიფასდებათ და სულ მუდმივად მოლოდინის და მონატრების სიტუაციაში ხართ, სულ ელოდებით ამ პიროვნებას, ან ხო, აი ნერვიულობთ სულ ამ თქვენს ურთიერთობაზე და ბედნიერად არ გრძნობთ ყოველ შემთხვევაში თავს, აგერ ესეც სამიანი ხმლებიც გვეუბნება, რომ საკმაოდ გულგატეხილი ხართ ამ ურთიერთობაში და იმისთვის, რომ ზე გამოვიდეს თქვენთან და ბედნიერად იგრძნოთ თავი, მეგობრებო, აუცილებელია ტრანსფორმაცია და დანგრევა აი ამ ყველაფრის, რაც მოგიტანთ გამარჯვებულად იგრძნობთ თავს და სტაბილურობას, სადაც გექნებათ საკმაოდ როგორ სიტუაცია იცით, აი უფრო მეტად გადართული იქნებით ფინანსებზე, კარიერაზე, აი მუშაობაზე რა, უფრო მეტად და შედეგსაც დაინახავთ. და სხვათა შორის წეღანაც აღვნიშნე, როცა ვსაუბრობდი, ესეთი არაჯანსაღი ურთიერთობების შემდეგ, სადაც ქალი საკმაოდ არ არის იმ თავის საფეხურს, რაზეც უნდა იყოს და ცუდად გრძნობს თავს და ამ ყველაფერს ანგრევს და ტრანსფორმაციას განიცდის, ესეთი ქალები ხდებიან ძალიან უფრო მეტად წარმატებულები, ვიდრე სხვა ქალები, ესე ვიტყვი. და თქვენ ეს ამ ყველაფრის დანგრევა მოგიტანთ გამარჯვებას, როგორც ვთქვი, ფინანსურად, ფინანსებზე იქნებით უფრო მეტად გადართული და თქვენ სტაბილურობაზე და სხვათა შორის შეიძლება გამოჩნდეს აგერ ხმლების კი არა და კვერთხების მეფე, რომელსაც შეიძლება იცნობთ კიდეც, ან თუ არ იცნობთ, ეს პიროვნება უკვე იყურება თქვენსკენ. თქვენი სახლისკენ, შეიძლება თქვენთან ახლოს ცხოვრობს და ხედავთ ხოლმე რაღაც ესეთი სიტუაცია შეიძლება იყოს. ეს პიროვნება არის თქვენს ენერგიებში უკვე და აი ამ ყველაფრის დანგრევა მოგიტანთ საკმაოდ დიდ ბედნიერებას, მზე გამოვა, მეგობრებო, თქვენს ცხოვრებაში. ბევრი ახალი დადებითი ამბავი გექნებათ, ბევრ ამბავს გაიგებთ და შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ, გამოავლენთ თქვენს თავებს, როგორებიც ხართ, წარმატებულები იქნებით თქვენს საქმიანობაში, რასაც საქმიანობთ და იქ ყველაფერში კარგად იგრძნობთ თავს. აი ამ რაღაცა ტოქსიკური და არაჯანსაღი სიტუაციების დასრულების შემდეგ. კარგი, კიდევ ერთხელ ვიკითხოთ. რა დაგეხმარებათ? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ იმ სანერვიულო სიტუაციიდან, რაშიც ეხლა იმყოფებით?
რა დაგეხმარებათ? ჯერ ვიტყვი იმას, რომ ვინც ხართ ურთიერთობებში, მეგობრებო, თითქოს გაქვთ ორივეს ერთმანეთის მიმართ გრძნობები, მაგრამ თქვენ შორის არის სრულიად გაჩერებული ურთიერთობა, სიცივე, დისტანცია, არაფერი არ ხდება თქვენ შორის და აი ამის გამო თქვენ გაქვთ ძალიან გატეხილი გული. სულიერ სიცარიელეს გრძნობთ, მეგობრებო. კი, ხართ თქვენს სტაბილურობაში, რეალურად თქვენს ცხოვრებაში, სადაც დაუშვათ, სადაც ცხოვრობთ და სადაც მოღვაწეობთ, ხო, ცუდი არაფერი არ ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება თქვენს მკაცრავად